მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 31 ივლისს სრულიად საქართველოში დროგამოშობით ღრუბლიანობა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში +36, მთიან რაიონებში +37 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში +40 გრადუსი ფიქსირდება, მთიან რაიონებში კი +37. რუსთავში +29, მარნეულში +34, თელავში +26, სიღნაღში +29 გრადუსი, ომალოში +34, ლაგოდეხში +30, ცხინვალში +34, გორში +26 გრადუსი ფიქსირდება. სტეფანწმინდაში +26, ბაკურიანში +23, გუდაურში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ბორჯომში +31, ახალციხეში კი +30 გრადუსს უნდა ველოდოთ. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. ქუთაისში +33, ბათუმში +30, ფოთში +29, სოხუმში ასევე +30 გრადუსი, ზუგდიდში +31, ქობულეთში +30, ანაკლიაში +29, ოზურგეთში კი +28 გრადუსი ფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლავთ ამინდის პროგნოზი საქართველოში 31 ივლისისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.